და გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი უთხრა. გამოიწერეთ. და ენერგეტიკული თანხმობა ვაფშე რა არის? ვერ ვაფასებ სალომე. ყველას ერთი გემოა, აღარ შემიძლია. ყველა ერთნაირი. ბუმის გემოა. რომელი მეგაიფე. ფალოგან მოხდე გიხორცე. აღარ შემიძლია ამდენი ენერგეტიკული ანუ წელში ვეღარ ვსწავ. მოგესალმებით მეგობრებო, რა შვებით, როგორ ხართ? როგორც ხედავთ, ენერგეტიკული სასმელები უნდა დავაგემოვნო და შევაფასო, რომელი არის შედარებით კარგი, რომელი არის შედარებით ცუდი. ამ შემთხვევაში გვექნება 10 ბალიანი სისტემა და ეს ქულები დაიწერება მათი ფასის, ენერგეტიკული ღირებულების, შემადგენლობის, შაქრების და ბრენდინგის მიხედვით. ასევე აუცილებლად მინდა გითხრათ ის, რომ მე არ ვუწევ რეკლამირებას არც ენერგეტიკულ სასმელს, უბრალოდ ვაფასებ მათთვის, ვინც სვავს ხოლმე და მინდა რომ შემოგთავაზოთ ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომელი ენერგეტიკული სასმელი არის შედარებით კარგი. ძალიან გავრითმე ხო? ხო, და ჩემი ქულების დაწერის შემდგომ ჩემი პატარა ძმა შეგვიფასებს მეგობრებო და ეს არის ძალიან ექსკლუზიური კონტენტი, იმიტომ რომ მე უნდა ვაიძულო რომ მოვიდეს და დამილიოს ორი ყლუპი ჩვეულებრივად, იმიტომ რომ არ უნდა. შეაფასებს თითოეულ მათგანს, ოღონ ბრმად, ანუ არ ეცოდინება რომელია და ჩემი ძმა გვეტყვის მისი აზრით რომელი არის საუკეთესო და ჩემი ისედაც ხო გეცოდინებათ და გეცოდინებათ. ასევე ვიზედაც მოგწონთ მსგავსი კონტენტი, აუცილებლად დამიკომენტარეთ მე რომ პირველად ვიღებ მსგავსი დაგემოვნების ვიდეოს. მითხარით თქვენი რჩევები მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ და აუცილებლად გამომიწერეთ მეგობრებო, იმიტომ რომ 2000 გამომწერამდე დამრჩა სულ რაღაც 183 გამომწერი და დალაიქეთ ვიდეო. ასევე დამიკომენტარეთ თუ ეს ფორმატი მოგეწონებათ, კიდევ რის დაგემოვნებას და რის შედარებას იხილავდით ჩემს YouTube არხზე. მოგეთ ახლა დავიწყოთ, ჯერ დავიწყებ ყველა EFP ვარიანტებით და ორ შევადარებ ერთმანეთს, ამ ორში ამოვარჩევ. მაგრამ ორი ხომ აქ, ორი. ხო. ეხლა კიდე დავიწყოთ ეს თითების თამაშის ხმა. არა, არ მაგმჭილები როგორ გავაკეთო. არგი დავიწყოთ. მე პირდაპირ გადაყლურტვა მიდოდა, მაგრამ ჩემ ბადაკალმა არა ესთეტიური არისო და უფალოგან მოფხეთე გიხორცები რა. აუ, ვიცი რის გემოა აქ? აი ისინი როა ჟელიბონები როაც ის არტყელას ფერი, გრძელები. ეგეც ხო შხამია, მაგრამ ერთ-ერთი მაგის გემო აქვს. ვიცი ეს მომეწონა. კარგია. აი გემო აქვს. არ ვიცი როგორ უნდა შევაფასო, მაგრამ ტკბილია რავი და შუშხუნებს და ჩემი საყვარელი ჟელიბონის გემო აქვს. და ძალიან იაფი ლარი და 85. ფიფუნებს გასწია. ბუღა გავსინჯო აბა. მოიცერთ კაც. ანუ შაქრის შემადგენლობაც იდენტური აქვს და ისა რა ქვია, თითქოს კალორიაჟი თქო ბუმს ცოტა მეტი კალორიაჟი აქვს. ამ ორ შორის მე დიდი განსხვავება ვერ დავინახე. ბუმი უფრო მომეწონა, იმიტომ რომ უფრო რაღაცა სიტყვაზე მიდის და ამას ძაფრი გემო აქვს და არ მესიამოვნა, არ მომეწონა. ბრენდინგი ამის უფრო მომწონს, რაღაცა უფრო საყვარელი ვაიბები აქვს და ცისფერი ძალიან მომწონს ზოგადად და ეს არ მომწონს. ამიტომ 8.5 6. შემდეგი ორი არის 16 და კაბისა. ორივე მნიშვნელოვანი ბრენდია, იმიტომ რომ ასპონსორებდნენ იუთუბერებს და კრეატორებს, განსაკუთრებით კაბისა, იმიტომ რომ ოქტოს ასპონსორებდა ძალიან დიდი ხანი, მაშინ როცა არ ყავდა სპონსორი, თუმცა მიუხედავად ყველა ფაქტისა, მე ვიქნები სულად ობიექტური და ჩემი გემოვნური თვისებებით და იმ კრიტერიუმებით, რაც გითხარით, შევაფასებ და დავწერ ქულას. 16. ეს პიპის ასპონსორებდა, როგორც მახსოვს და თან ქართულია, ხო? ესეც ქართულია. Great. ანუ ყველა ყვითელი რატო არის? ვერ ვიგებ. ხო შეიძლება რომ მწვანეც იყოს ზოგიერთი ან ვარდისფერი. აუ, ხალხო. პრაიმების დაგემოვნებაც ხო არ გადავიღო? რას ფიქრავთ? ადრე მახსოვს რომ ვიღაცებმა გადაიღეს და თუ მოგწონთ ეგიდია დააკომენტარეთ და მე გავყიდი ჩემს შინაგან ორგანოებს, ვიყიდი პრაიმს და დაგირიაქთებთ მაგასაც, კი დაგიგემოვნოთ მაგასაც აუცილებლად 16. ეს უფრო მომჟავო გემოსია. ტკბილი არ არის იმდენად. თავიდან სიტყვა გირწყამს და მე უკვე სიმჟავეზე მიყავ ხარ. კარგი აბა კაბისა. წყალი უნდა დავლიო.
ვაფასებ, სალომე, ყველას ერთი გემო აქვს, აღარ შემიძლია. ეს მიტოვებს ბოლოს არაფრის გემოს, აი, რაღაცნაირი რო სვავ და ბოლოს არაფრის გემო არ რჩება პირში. ანუ არ ვიცი რა როგორ აღწერო ეს შეგრძნება, მაგრამ არ მომეწოდა მართლა. ამას კიდე არა უშავდა. უბრალოდ ჩემთვის ზედმეტად მწარე იყო რა ბოლოში და მწარე არ უნდა იყოს ენერგეტიკული. და ენერგეტიკულის თანხმობა ვაფშე რა არის? ძალიან კომპეტენტური ადამიანი ვარ ხალხო, აი მეტყობა ხო რომ ძალიან კომპეტენტური ადამიანი ვარ და ენერგეტიკულები განსაკუთრებით ჩემი ძლიერი მხარეა. მოკლედ, ამ ორში ფასის გათვალისწინებით ორივეს ბუმი ჯობდა ჩემი აზრით, რომელსაც დაუწერე 7 და 8. რამდენი დაუწერე ბუმს? მოკლედ, კაბისას წესს ეკუთვნის სამიანი, მაგრამ თავისი ღვაწლიდან გამომდინარე ვუწერ 4 ქულას და 16-ს ვუწერ 5 ქულას. და დოპამინი მეგობრებო. XL-ი ვიცი რომ ძალიან პოპულარული არის და იმიტომ თან ბიუჯეტურია 3 ლარი თუ რაღაცა და ეს ის 3 და 95 სწორად მახსოვს. შაქრები დოპამინს აქვს შედარებით ცოტა. თავიდანვე ვიტყვი რომ შეფუთვა მომწონს მარკეტინგული გათვლით რაც არის. აქ პატარა კაკო რომ მირბის, კი არა რომ მისდევს მაიმუნს, ესეც ძალიან საინტერესო ამბავია. მაგრამ თავი არის გემო როგორც თქვით და შეფუთვის და მარკეტინგის ქულებით წინ არის ჯერჯერობით დოპამინი. ეს არც კბილია და არც მჟავია. ნეიტრალური გემო აქვს და საერთაშორისო მომწონს ის რომ ნეიტრალური გემო აქვს. და თითქოს რაღაცა ენერგიითაც შევიფსე 2 წამში. ან მეჩვენება არ ვიცი ხალხო, მაგრამ რაღაცა ჯერჯერობით წინ რაც დავლია, ყველაზე კარგი თითქოს ეს იყო. 2 წამი გავანეიტრალოთ გემოები. ის დოპამინზე ვიტამინებიც რო არის, შეგეთ ეგეც თქვი. ვიტამინებიც არის. ხო, აქ ესეთი პლუსი გვაქვს ასევე რომ ვიტამინებიც სავსეა და აწერია კიდევაც შემადგენლობები. ეს არ ვიცი რა ვიტამინებია, მაგრამ არის ვიტამინები შიგნით. კარგი, ახლა დოპამინი გავსიჯო. თელი ჩემი ფიდი სავსე არის დოპამინის რეკლამირებით. აი ყველას გავუგზავნეს ვაფშე და ყველა იძახის რომ ძალიან კარგია, ძალიან კარგია, ძალიან კარგია. გავიგეთ რომ ძალიან კარგია, მაგრამ ჩემს არავის არაფერი გამოუგზავნია. ასე რომ ობიექტურად გავსიჯო და გეტყვით მართლა ეგეთი კარგია თუ არა. გაგვიმარჯოს. ბუმის გემო აქვს. აი მართლა ბუმის გემო აქვს. ბუმს ხო ყველაზე მაღალი ქულა დაუწერე. აი სიტკბო აქვს დაბალანსებული როგორც იმას ჰქონდა და თან არ მაწუხებს რა ეს სიტკბო ძალიან ტკბილი არ არის. და ფას კატეგორიით ბუმი თუ 2 ლარი ღირს და ეს რო 4 ლარი ღირს, მაგით თუ შევადარებთ, ბუმი ჯობია. საბოლოო ჯამში დოპამინს დავუწეროთ 8 ქულა, იდეაში 7 ქულა ეკუთვნის, მაგრამ იუთუბერის პროდუქტი რა ხან არის 1 ქულას მაგის ხარჯზე ვუმატებ და XL-ს დავუწეროთ 8.5. კაი 9, იმიტომ რომ ჯერჯერობით ყველაზე მეტად XL-ი მომეწონა. გავაგრძელოთ. უკანასკნელი 2 მეგობრებო და მზეთ ჩადის და უნდა მოვასწროთ. ეს არის Red Bull და Borjomis ახალი ენერგეტიკული. ეს მხრივ Red Bull ღირდა 1 წუთი არ ვიცი არ მახსოვს. Red Bull ღირდა 4.20. მაგრამ პატარა Red Bull ვიყიდებ და Borjomi ღირდა 4.20 მე მგონი. და რა ამბავია. კარგი მეგობრებო. და ასევე საინტერესოა ეს ახალი ქართული პროდუქტები თუ გაუწევს კონკურენციას უკვე ბაზარზე კარგად ნაცნობ და დამკვიდრებულ ბრენდებს როგორც არის Red Bull და XL-ი. ნუ დოპამინმა ჯერჯერობით როგორც თქვი ვერ გაუწია, იმიტომ რომ ის უფრო მომეწონა. მაგრამ ნახოთ. Borjomi-მა იქნება და დაქლაჩოს. 11 გრამი ამაშია შაქარი, ამაში 9 და 7. ეხლა გავსინჯოთ ყველაზე პოპულარული ენერგეტიკული სასმელი მსოფლიოში versus ქართული ყველაზე პოპულარული ჯერჯერობით თუ დოპამინმა უკვე არ გადაუსწრო. არქი. ეს ძალიან ტკბილია. არ და 9 გრამი აქვს თითქოს. ამას აქვს ატმის გემო. რანაირად? ატმის ხო არ იყიდა. არა, გოგო, კლასიკი. ორიგინალ კლასიკია. ციტრუსიც იყო ყვითელი, ციტრუსი არ ვიყიდე, ეს ვიყიდე სპეციალურად ჩემთვის აქვს ატმის გემო ხალხო და რატო? კი კაცო ატამია. ანუ ბებია ჩემი რო აკეთებს ატმის კომპოტს და რო არის ქილაში და 2 წლის მერე რო გამოიყებ და რო დალევ, თან ეხა მგონია რომ ატმის რაღაცა ბუსუსები რო ეგეთ შემოყვება სადღაც ისეთი გემო დავიტო, არ ვიცი. არ ვიცი ხალხო, მაგრამ ესეთი გემო დარჩა.
გემრიელია, ანუ ატმის კომპოტი მიყვარს და ძალიან გემრიელია, მომეწონა ეს სხვათა შორის. ეხლა Red Bull-ი გავსიჯოთ, მეგობრებო. კომპოტის გემო არ აქვს ყოველ შემთხვევაში. რაღაცნაირი ნეიტრალური გემო აქვს ამასაც და ძალიან ტკბილიც არ არის. იმიტომ რომ ეს ძალიან ტკბილი იყო. და ეს ნეიტრალურად ტკბილია. თან არც ჟელიბონის გემო არ აქვს. არც ჟელიბონის გემო არ აქვს, თუ ბუმ ჟელიბონის გემო ქონდა. ერთ წუთი კიდე ერთხელ თუ შეიძლება. XL-ის გემო ძალიან გავს, ჩემთვის. და ფასის კუთხით თუ წავალთ, XL-ი ამას ჯობია, ანუ Red Bull-ს ჯობია, იმიტომ რომ ის 3 ლარი ღირს და ეს ღირს 4 და რაღაცა. კარგი ხო. ეხა კომპოტები შეჯიბრი რო გქონდეს, რა თქმა უნდა, ცალსახად ბორჯომი მოიგებდა, მაგრამ ენერგეტიკულებს ვაფასებ, შესაბამისად Red Bull-ი უკეთესი არის, მაგრამ Red Bull-ს ჩემი აზრით XL-ი ჯობია და XL-ს არ მახსოვს რამდენი ქულა დავუწერე, XL-ს. არ გვახსოვს, მაგრამ სადღაც 800 დავუწერდი ალბათ და Red Bull-ს დავუწერ ძვირი როგერს მაგიტო 7.5-ს. იმიტომ რომ გემო ძალიან ისეთი აქვს ნეიტრალური, ენერგეტიკული თვალსაზრისით მართლა ისეთია, რომ გაფრთხილებს რაღაც თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ფასის კუთხით 9 ქულით მე მგონი მოუგო XL-მა. რაც შეეხება ბორჯომს, ბორჯომი არის ძალიან კარგი კომპოტი, მაგრამ ის ენერგეტიკული საერთოდ არ არის ჩემთვის. ასე რომ ბორჯომს დავუწეროთ, მოდი რამდენი? 6.5. არა, 6.5 ენერგეტიკულისთვის ძალიან მაღალია. კარგი ხო, 5 დავუწერ. მეგობრებო, ყველაზე კარგი მაინც ჩემთვის არის XL-ი, ეგრე გამოვიდა, რომ XL-ი ყველაზე ისეთია, რა ქვია, ბიუჯეტურიც, ნეიტრალური გემოც და ასე შემდეგ. ყველაზე ცუდი ქულა დავუწერე. რომელს ბუღას მე მგონი. და ქართულებში ბორჯომსაც ცუდი ქულა შეხვდა, იმიტომ რომ კომპოტის გემოა, კი კომპოტი კიდე ერთხელ ძალიან მიყვარს, მაგრამ კომპოტებს არ ვაფასებდით. ეხლა მაგით რომ VIP სტუმარი გვეყოლება, რომელიც მათში აბასებს თქო, აგერ ჩემი უსიმპათიური ეს პატარა ძმა. რომელიც ეხა გაგვისინჯავს და გვეტყვის მისი აზრით ყველაზე გემრიელი რომელი არის და ყველაზე ცუდი რომელი არის მაგასაც. გიობა? როგორ გზნობ თავს? და მშვენივრად რა. თან ეძინა ეხა გავაღვიძე ხალხო. ხო დაიწყე მიდი გელოდებით უცებ. ხო მოგესალმებით ელოს გამომწერებოდა, რა ვიცი, მილიონები და რა ვიცი, ბევრი მომილოცოს. ეს უყოდა უნდა დავლიო? ცოტა. მეც დავლია და შენც გიწევს მიდი. ეს არ მომეწონა. ესეც იგივე გემოა. ტკბილი არის თუ არა ეგეც გითხარი. ტკბილია ორივე. კაი. არც მჟავი არ არის. იგივე გემოა ამასაც, კარგი ბატონო. ესეც იგივეა ვაფშე. მეც ვერ ვიპოვე განსხვავება, იცი რომ სოთი ყველა ერთი გემოსი მეგონა. არა მე საერთოდ ენერგეტიკულები არ მიყვარს და არ მივესალმები მეგობრებო არც ეს. და გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი უთხრა. გამოიწერეთ. არა. ანუ აუთხი არც ერთი არ მოდი მე შეიძლება გამოვიცნო კიდევაც. XL-ს. ო, ასე ვფიქრობ. აი. არ ვიცი რა. იგი რაღაცა თქვი. ყველა ერთნაირი. ანუ აბელ მე кайფები. კეპიცები სხვადასხვა არის ყველა, ანუ ყველა სხვადასხვა ჩავაზღი მართლა. მე кайფები შენ. არც ერთი არ არ მოგწონს. გამოგადგი. არც ერთი არ მოგწონს. ენერგეტიკული ერთი არ მომწონს, მაგრამ გეტყვი მე რომელი შედარებით რომელი მოგეწონა. არაფერს მოფცების სტუმარი გყავს მეგობრებო, რავი, რატო მოვიწვიე საერთოდ? ვერც მიმშვედებ ჩემი ძმა. რა ვიცი. ეს ნორმალური, დალევდი მაგას? ნორმალურია. ნორმალურია, კაი. დალევით არც ის არ დავლევ. ნორმალურია თუ ნორმალურია? მე მგონი ნორმალურია, იმიტომ ნორმანდია, ეხლა რავი. Red Bull-ი არ მოგეწონა? დედა არ ვიცი ამის და ხალხო არაფერი მინახია. ასინჯე. დავსინჯე მეწეყა ყველაფერი. კი, მომეწონა Red Bull-ი, იცი? კაი, ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა? Red Bull-ი არ მოგწონს, გავიგეთ. კაი, მალე გიო, გავიგეთ. მოდი ეს ვნახოთ რა. ეს მოგწონს. ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ჩემ ძმას მოსწონს XL-ი. მეც XL-ი მომეწონა, ხალხო, მეც XL-ი მომეწონა, ყველაზე მაღალი ქულა დავუწერე. ეს უნდა გამოვიცნო დოპამინი. დოპამინს ვერ გამოიცნო. სად არის XL? აი XL. დოპამინი ჩემი აზრით ამორშორისაა დოპამინი რა. და რომელია დოპამინი? აბა ჩემი ძმა თუ გამოიცნობს კაკოს დოპამინს და მალე გიოთ რომ ზე ჩავიდა. ვფიქრობ რა, ხო უნდა ვიფიქრო რა. მიდი გიო, მიდი, take your time.
წყალიც ვიაყოლ, ეგრე გაგიტრუხდება ძალიან და 8 წუთია უკვე ფიქრობ. ბუმი და ბუღა მგონია ეს ორი რა ბუმი და შემიცვალე. ბუღა. ხო, მიდი აბა ამოატრიო. აი, დოპამინი რომელია შენ? ამოატრიო, არა, დოპამინი რომელი? აქ არის დოპამინი. აქ არის მან. ეს ორი მოგეწონა? მეგორი შედარებით მომეწონა ვიდრე ეს. ეს ორი არ მოგეწონა და ბუმი და ბუღა მგონია. ბუმი და ბუღა მგონია. აი ბატონო. ეს არის ბუღა, კი არა, ბუმი მე ძალიან მომეწონა რო იცოდე და ეს არის დოპამინი. დოპამინი. ანუ დოპამინი არ უეწოდა შემიძლია მეგობრებო. მჟავე გემოჩი. ესენი მოგეწონა, ესენი არის ეგ არის 16 და ის და ბუღა მოგწონებია და 16. მოკლედ, ჩემს მასაც თითქმის ჩემი გემოვნება აქვს და მაინც დავაით ვერ ერკვევა ენერგეტიკულებში როგორც ხედავთ, XL-ი მოგვეწონა ორივეს. დოპამინი ამას არ მოეწონა, მაგრამ განსხვავებული გემო აქვს აღნიშნა და იმედი გვაქვს რომ დაიხვეწება და შემდგომაც კიდე თუ გინდათ რომ მსგავსი ვიდეო გადავიღო, ამის აღება მეზარება დაიწყო. დოპამინი გემოს დახვეწავენ. ხო. თუ გინდათ რომ მსგავსი დაგემოვნების ვიდეო გადავიღოთ, ასევე ჩემი ძმის ინტერაქციაც თუ მოგეწონათ და თუ გინდათ რომ კიდე გავავაჩინო ეს არაჩვეულებრივ მამაკაცი ჩემს ვიდეოებში, აუცილებლად დამიკომენტარეთ. ვიცოდე. რა დავაგემოვნოთ, ეგეც დაგვიკომენტარეთ, გიოშე რას დავაგემოვნებდი კიდე. აუიელო რაღაცა ისე მამაპაპური რაღაცა. თუ გინდათ ვინმეს რომ თქვენი საკვები შემაძბობ დააგემოვნოთ, ეგეც მოგწერეთ, გამოგვიგზავნეთ და როგორც ხედავთ, ძალიან კომპეტენტური ბიჭია და საერთოდ არ უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და აუცილებლად დააგემოვნებს. სულ ეს იყო მეგობრებო. ჩემი ფავორიტი რომელია? შენი ფავორიტი იყო XL-ი. XL-ი. XL-ი მოგეწონა. თან ეს სხვა შორის ყველაზე ბიუჯეტური არის რა, ძვირიანებს შორის. და ის რატო არა? და მე ბორჯომი მომეწონა, კომპოტის გემო ქონდა უღო. ბარნი რატო არა? ბარნი? ხო. ბარნიც არსებობს? უარესი. არ ვიცი, ჩემმა დაქალმა რა ენერგეტიკულებზე მომეწოდა ინფორმაცია, წავედი და ვიყიდე ხალხო, რაც კიდე გინდათ რომ დავაგემოვნო, აუცილებლად დამიკომენტარეთ, რას ისურვებდით, როგორ ისურვებდით, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და კოცნით გეხვევით დაძმა ტოფაძეები. მოიწერეთ. Bye bye.